ეს ჰიტაა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რომ ზურგზე კარტი მივაკარი. გულახდილად მითხარი, ჯერა თუ არა? გულახდილად. აკი ხუჩა ვერ ხვდება, რომ ზუსტად სამწამში მის ხელში არსებული ყველა კარტი გაქრება. ამ ვიდეოში ვესტუმრები ქართველ ცნობილ ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან, ინფლუენსერებს, იუთუბერებს, სპორტსმენებს, მომღერლებს, ვაჩვენებ მათთვის მომზადებულ საილუზიო ნომრებს. და ვნახავთ თუ რა რეაქცია ექნებათ მათ ფოკუსებზე. მე მაგ თვალებში არა გაქვთ არის ეხლა რა, რომ დააზუმოთ კარგად. ეხლა მოვედით დათუნასთან, თათიასთან, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რესპონდენტები ხართ და მე გადავწყვიტე რომ თქვენთვის ყველაზე დიდი გათამაშება მომეწონთ. ბინა? ვიცოდი რომ ბინა იყო? რა კაია. მე მაქვს აქ თქვენთვის წამოღებული 6 კონვერტი. მე გეტყვით რომ 6-ვე კონვერტის მიღმა იმალება კარგი საჩუქარი. ერთს აირჩევთ. ერთის უკან არის ძალიან მაგარი საჩუქარი. ვაიმე. იქნებ, თორე ყველა კარგია. რომელს ერთი აირჩევთ. მე ვიგე. რომელს აირჩევთ, აბა? შენი აზრით. თუნდაც ერთი თქვით, მე შენ თქვი და ისე შეჯერეთ. ეს არის შენ ფიქრობ? რაღაცებს მათხოვე. ყველგან საჩუქარია, ნუ ვერაფერს ვერ წააგე. ეს არის აი, ნახე მოიცადი აი ესე ვიზა, აი ეს. შენ ფიქრობ 3-იანს, დათუნა, შენ რას მე ერთიანს. შენ ერთიანს. აი ერთიანი იცი რატო ავირჩიე? ზოგადად ერთიანს იშვიათად ირჩევენ ყველგან. და მე როგორ ფიქრობ შენ მაგიტომ ერთიანში ყველაზე კარგ საჩუქარს ჩავდებდი? მიუშვი, აბა რას ფიქრობს? 6. 6? 1-დან 6? ვაფშე აგინდა. კაი, მე ციფრებს ჩამოგითვლი და სახეზე შეგატყობ რომელია კაი საჩუქარი. 1, 2, 3, 4, 5, 6. 6. ფალები გაუნათ და შენ არა, დათუნა, მოდი 2 ავირჩიოთ, არც 6, არც 3 და არც 1, 2. თუ 4. 2. თუ 4? 2. თქვენ გააწყობთ. 4. იყოს 4. 4. იყოს 4. იყოს 4. კარგი. შევთანხმდით, ეს არის 4 ნომერი, როგორც იქნება მეგობრებო. ბინას ვიგე. 10 წუთიანი მსჯელობიდან ნომერი 4. სხვადასხვის მე გამოვწევ ხა ნომერ 4-ს. ეხა ნახეთ. შენ გამოვწევ ნომერ 4-ს და სანამ განახებთ ხო. მე შევიეცა. ამ 4 ნომერში რომელიც საჩუქარი მოიგეთ, მანამდე მინდა გაჩვენოთ რისი მოგება შეგეძლო. აი რა. აუ. აი სამის უკან თუ მაგარის აი აქვე უნდა დაგლეწო ლოტკინს. თქვენ შეგეძლოთ მოგიგოთ 20,000 ლარი. შენ არ გაიხარე პირველი მინდოდა რომ ხო თქვი. შეგეძლოთ მოგიგოთ PlayStation 5, მაქვს ეგ არ მინდა. iPhone 17 Pro Max, MacBook Pro და ასევე ბინა ბათუმში. ბინა ბათუმში მე მაგრამ თქვენ აირჩიეთ, მე გითხარით რომ ერთი არის ყველაზე კარგი საჩუქარია. გილოცავთ თქვენ ისეთი რაღაც აირჩიეთ, რომელიც მე მგონია ყველაზე ღირებული საჩუქარია. და თქვენ მოიგეთ ქუხარეტაში, მეგობრებო. მეექვსე რა, მესამე რა იყო? iPhone 17 ხო მინდოდა და 20,000 და ბინა ბათუმში მე ვიგრძელი. მოიგეთ, აი არ ჩერდება ტაში, რომელიც არ ჩერდება ქუხარეტაში. შენ არ გაიხარე. მე? რომ მე არასწორ ცხოვრების გზაზე მაყენებ შენი გაცნობის დღიდან. ლაშა უბრალოდ მინდა რომ გახვიდე ჩემი სახლიდან. შენ მათხოვარო. წავედი მე სახლ, ჩემი ჩოხასადანი. აუ, ცუდი საჩუქარი იყო ქუხარეტაში. გადი ჩემი სახლ. აი ტაში საჩუქარია. ჩვენი მეგობრობა 4 წლიანი მეგობრობა გვაქვს. აი აქ ლოტკინზე დასრულდება. 6-იანიო სატანაო, სატანამ შეგჭამო შენ, სატანა ისედაც გიზის. გაფიში ხელი. ბინა წავადგე! ჩაგვეხუტე! მოდით ყველანი ჩამეხუტე. მოდით ნუ გერიდება. მეგობრებო. წადით აქედან ყველანი! დათუნა და თათი არ იყვნენ ის ერთადერთი რესპონდენტები, რომელმაც სახლიდან გამოგვაგდეს. ჰიტა მირეკავს, უკვე მოვედით. ხო ჰიტა, აგერა ვართ ადგილზე ვართ. აი ჩავიწერო. შეწამს რა. აგერა, აი, გისმენ აბა. ალო. ჰიტა. ალო. თქვენ გეგონათ რადგან სელებრიტებს სტუმრობ, თქვენთვის ანუ ჩემი მაყურებლისთვის ფოკუს არ მოვამზადებდი. აუცილებლად დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ იმისთვის რომ მალე ავიდეთ 200,000 გამომწევზე, რომ თქვენთვის მომზადებული ძალიან მაგარი პროექტი მალევე შემოგთავაზოთ. იმისთვის რომ ჰიტასთვის მომზადებული ფოკუსი სრული mind-blow გამოვიდეს, მისი მთავარი მომენტი დასაწყისშივე უნდა შესრულდეს და ზურგზე კარტი ისე მივაკრა, რომ ამის შესახებ ვერაფერს მიხვდეს. ჰიტექს ძმას ვენაცვალე, რა ვახალ. როგორ ახარ?
კარგად მოდიო. ფოკუსის კულმინაცია მზად არის. ახლა დროა შესრულების მეორე ეტაპზე გადავიდეთ. ძალიან ბევრი ვიფიქრე, რა შეიძლება კიდას ვაჩვენო და ვიფიქრე, რომ რამე mind blow ფოკუსი ხო არ ვანახო თქო, რომ მის კონტენტთან ახლოს ყოფილიყო, მაგრამ კარტით. კარტით უნდა გავაკეთოთ რა. უნდა დაიწყო კარტები გადმოთვალო. მოდით დავქნათ, არ ნახო კარტები. ესე პირდაპირ დაიწყე, ესე გადმოთვალე და სადაც გაგიხარდება, უბრალოდ გაჩერდი. და გაჩერდი სადაც. კარგი. ეს არის შენი გადაწყვეტილება. ჩვენ არაფერზე შეთანხმებულები არ ყოფილვართ. გადა იმისა რომ მოხვიდოდით. ხო, მე სხვათა შორის შენთვის მაქვს უკანა მარჯვენა ჯიბეში პატარა საჩუქარი. მოდიო, ჩემ ჯიბეში არ არის. პიროქს მე ხელი არ შემიხია დასწისთვის. მინდა რომ ეს კარტი, რომელზეც გაჩერდი, ოდნავ გვერდით გადმოდო. კარტი, რომელზეც გაჩერდი, იქი გადავდო ჯერ. ხე? მე მინდა ვნახოთ, რა მოხდებოდა, შენ რომ ერთით წინ წასულიყავ. ეს იქნებოდა ვალტი აგური. მაგრამ რატომღაც არ ვიცი ერთით უკარო ყოფილიყო იქნებოდა 6-იანი ჯვარი. ან არ ვიცი შეიძლება უფრო შორსაც წასულიყავ და ნებისმიერი აქედან ნებისმიერი კარტი ამოგერჩემთ რა ყველა არის სხვადასხვა ხო მართალი ვარ ყველა სხვადასხვა არის. შეგიძლია გადმოატრიალო და ნახო რა კარტია. ეს არის დამაჯვარი. დამაჯვარი. იქნება თუ არა ძალიან მაგარი რომ გითხრა რომ ეს შემთხვევითი გადაწყვეტილება არ იყო და იქნება თუ არა mind blow თუ გეტყვი რომ შენ მთელი ამ ფოკუსის განმავლობაში იმ წამიდან როცა მე აქ შემოვედი შენ დამაჯვარს უყურებდი. იქნება. იქნება ხო? ჩემს შუბზე თუ დააკვირდები და კამერამას რო კარგად დააკვირდეს რა, შემოხედე? აქ წერია, რაღაც კონკრეტული წერია. ხედავ, დს თუ კითხულობ. კი, ქართული դ. ეხა თუ კარგად ჩანს. კი, დამა და ჯვარი ჩანს. დამა ჯვარი ჩანს, ხო? აკიტა ფიქრობს, რომ ფოკუსი დასრულდა. სინამდვილეში კი ვერ ხვდება, რომ ფინალისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. გახსოვს მე შეგითხარი, რომ შენთვის პატარა საჩუქარი მაქვს მეთქი. ახლა შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ლაშას თელს ხეულზე, არ ვიცი სად, მაგრამ თელს ხეულზე სხვადასხვა კარტები უწერია და ის კარტი მიანათა. აბა მოდი ლოყაზე მიინათე. ხო, შეიძლება არ ვიცი სადღაცას არ ვიცი რა, სადღაცას მიწერია არ ვიცი, ვიღაც ფიქრობს. და მაინც დამაჯვარზე მიიფიქრე. მაგრამ მე თქვი ფოკუსის დასაწყისში რომ შენთვის რაღაც საჩუქარი მაქვს. და მე აი ამ უკან ჯიბეში ერთი კარტი მაქვს მარტო წამოღებული, ჩემი ძმაო. ერთი კარტი და ეს კარტი არის დამაჯვარი. არა, შეიძლება ვიღაცა ვიფიქროს, რომ აქ ჩვეულებრივი დასტამა რა არის? მეორე დამა, მესამე დამა, მეოთხე, მეხუთე. მე იმდენად დარწმუნებული ვიყავი, ჰიტა რომ შენ ზუსტად იმ კარტზე გაჩერდებოდი, რომ აქ მე მთელი დასტა დამაჯვარი წამოვიდა. აბა დამაჯვარი სადიშო. მაგრამ უცნაური არის, შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ აშას იმდენი ჯიბი აქვს, 52 დასტა აქვს და ის ამოიღო, რომელზეც ჰიტამ გაჩერდა. ამიტომ მე ეს ერთადერთი დასტა, რომელიც თავიდან ამოვიღე და შენ ფოკუსი გაჩვენე. ამ დასტის უკანაც დამაჯვარი მაქვს, ხედავ? მაგრამ კიდევ შეიძლება ვიღაცას რაღაც კითხვები გაუჩნდეს და ჩემო ჰიტა მე მაქვს ამდენი დამაჯვარია. ერთადერთი ჩემი ტელეფონი, სადაც lock screen-ზე ვიყენი რატომღაც დამაჯვარი. ხედავ? ზუსტად ვიცოდი რომ შენ დამაჯვარს ამოიჩვენე. სხვათა შორის შეგიძლია მითხრა შენი Wi-Fi-ის პაროლი რა არის? დამაჯვარი. არა, უბრალოდ Wi-Fi-ის რა ქვია? რომელიღაც Wi-Fi იქნება, მაგრამ შეხედე, ჩვენ შეგვიძლია ეს შენი Wi-Fi-ც ახე? გასუშველი. აქ ყველა დამა ჯვარი გაჩნდება. ხედავ? დამაჯვარები დაიჭირა. და ეს მარტო ჩემ ტელეფონზე არ ხდება, რა ვიცი, შეგიძლია შენ შეამოწმო შენი ტელეფონი და მანდაც აუცილებლად იქნება Wi-Fi დამა ჯვარი. ჩემ ტელეფონში გაჩნდებოდა ახლა დამაჯვარი? შეგიძლია შეამოწმო. Wi-Fi-ში შედი? დამაჯვარი გაჩნდა. გაჩნდა ხო დამაჯვარი, მაგრამ ჰიტა, ნახე, მე იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ დამაჯვარს აიჩევდი, რომ მე ამ ქურდუკი რომელიც არ გამიხდია. მაინდლო. Oh my god. და ჰიტა იქნება თუ არა საინტერესო თუ გეტყვი რომ არა მარტო ჩემ ზურგზე, არამედ ჩემ ზურგზეც დამაჯვარია. კი. შეგიძლია უკან ხელი მოისვა. ეს დაიდე. შეგიძლია ეს კარტი ნახო რა კარტია. ეს არის დამაჯვარი. ტატა. აუიწო თქვენი ჯოტა. ეს რა ჯანდაბა გააკეთე. ეს მეგონა რომ დრო დაიწყე სადღაც შუბზე გაჩერდებოდი და იმის მერე მთელი სპექტაკლი დაიდგა კიდე. შემობილომა დამაჯვარი დაიჭირა. ეს იყო ყველაზე mind blow ფოკუსი, რაც კი ცხოვრებაში მინახავს, ვიდეოშიც კი არ მინახავს ესეთი რაღაცა. სხვათა შორის შენ დესკტოპის wallpaper-ს თუ შეამოწმებ, მანდაც დამაჯვარი დაგხვდება. ნახოთ. შეგიძლია ნახო. ოპა,
შემდეგი ჩემი რესპონდენტია ლევან საგინაშვილი, ვისთვისაც 8 მილიარდი ადამიანიდან არ მოიძებნება არც ერთი, რომელიც მას ხელს გადაუწევს. ადამიანი, რომელსაც შიშველი ხელით შეუძლია საზამთრო ნაფრეტებად აქციოს, მაგრამ შეძლებს თუ არა ქართველი ხალხი ბუშტის გახეთვას წყლიპურტით, ამას ახლა გავიგებთ. ბატონ ლევანთან მოვედით მოლის გრუმინგსა და ბაღში, აუცილებლად უნდა ვახსენო, რომ ეს შენი ძმის გახსნელია, ხო მართალი ვარ? და ეს მოდი ჩემ მაყურებელსაც უთხრათ, რომ ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, განსაკუთრებით შინაური ცხოველების პატრონებისა და მოყვარულთათვის, იმიტომ რომ შეგიძლიათ მოიყვანოთ არა მხოლოდ გრუმინგისთვის, არამედ თუ მაგალითად დრო არ გაქვთ და გიწევთ სახში დატოვება თქვენი ცხოველის და ნერვიულობთ, შეგიძლიათ მოიყვანოთ და ბაღში დატოვოთ, რომელსაც მიაქცევენ აბსოლუტურად ზიან ყურადღებას. მე შენთან მოვედი ერთი პატარა ფოკუსი საჩვენებლად. სხვარისთვის მოხვიდო. სხვარისთვის მოვედი. ხელი არ გამიქრო. არა, ხელს ვერ გამიქრო. გაგიქრო, ვერც გაგიქრო. თორე შენ ძალიან ბევრი ვაირალ ვიდეო გაქვს. ერთ-ერთი მათგანი არის საზამთროს რო შიშველი ხელით ხეთქავ. ხო მართალი ვარ? აი ესეთი კითხვა მაქვს რა. შენ არის ძალის მქონე ადამიანს. რას ფიქრობ, შეუძლია თუ არა ბუშტის გახეთქვა? ბუშტის? კი, ოღონდ წყლიპურტით. წყლიპურტით. არ ვიცი. არ გიცი, ხო? მაინტერესებს. კარგი. ჩვეულებრივი ბუშტია, სხვათა შორის. ეს ჩვეულა მაქვს კარც ამოწევინე ხოლმე. ბუშტს ხო არ შეამოწევ. ჩვეულებრივი ბუშტია. თანაბარ პირობებში რომ ცადოთ ეს პროცესი, დავნიშნავ მარკერით, სად უნდა დაარტყა. შენც და ასევე მეც რა. იყოს ეს ადგილი. იყოს. აი ეს რაღაცას მიახლოებით მაინც მოვნიშნავ, აი ესე. რაღაცა დაახლოებით ეს ადგილი. მიახლოებით, კარგი? სანამ შენ მიარტყავ, მე დაგიჭერ, უფრო კომფორტულად რო იცნო. ოღონდ აი შენ შეიძლება ისეთ კლიპურს ურტყავ, რომ ბუშტი კიდე თავი გავუტეხო ვიღაც. ამიტომ უბრალოდ ხელს გაასწორებ. ხო. და მხოლოდ აი მოძრაობას გააკეთე, კარგი? თორე ისე დარწმუნებული. არა, ეგ წარმოუდგენელი რა არა, სადაც შენ ისეთი ძალის წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის ვარ, რომ წარმოუდგენელი რაღაცები გავაკეთოთ. მოდი ისე ვიჭერ, გაასწორე უბრალოდ. და თუ გახეთქავ. არა. კიდე სადი. კიდე ხო არც. ვერა, შანსი. აუცნაურია. რამდენად ფიქრობ, რომ ამას მე შევძრე? რავი, რაღაც ნეფსი თუ არა. ხო, მოდი იცი რა ვქნათ. შეამოწნა, მაგრამ მე ხო არა. ცოტა წვეტიანი თითები კი. რომელი ხელი აურჩი და თუ თითი აირჩი. მარჯვენა შუათ. მარჯვენა შუათ დაწმებული ხარ. ხო. კარგი, ნახე, ხელებში არაფერი არ მაქვს. აი ესე გეჭერ თხილად რო არ გასწეს და ოდნავ ქვემოთ ჩამოწერი, რომ მეც კომფორტულად დავარტყა ესე გქონდეს. ისე. სადوارთ შეიძლება არ გამომივიდეს, მაგრამ სამიც და მაქვს. შენ სამჯერ. შენ და რამე არ გამოგივიდეს? აი, მოდი. რამე. რა უცნაურია, ლე. არა, აი ეს გააკეთე. მე გააკეთე. ეს ვიდეო თუ აბა 10,000 ლაიქზე ლევანის ვესტუმრები მოიტანს ბუშს, ხელით დაიჭერს და სულის შებერვით გავხეთქავთ. შევთანხმდით? 10,000 ლაიქი. ახლა კი დროა ღამის იჩუმის ნაცვლად ლელას აზრები გავფანტო. შევახციო მისი და მამულიჩას გონებაში და ვნახოთ, შევძლებ თუ არა მათი გადაწყვეტილებების განსაზღვრას. იმისთვის რომ ეს ფოკუსი რაც მე თქვენ მოგიმზადეთ რომ შევასრულოთ, საჭიროა რომ რომელიმე, რადგან თემატურად ვასრულებთ, რომელიმე მომღერალი ჩავიფიქროთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს რაღაცა საყვარელი მომღერალი იქნება, ცნობილი, ну სასურველია რომ ძალიან ცნობილი იყოს რომ საქართველოში, ანუ საქართველოშიც შეგვიძლია, მაგრამ თუ გლობალურზე გავალთ, უკეთესი იქნება, მაგრამ ამას შეზღუდვა არ გვაქვს. კახა, თუ შეიძლება ტელეფონი რო გახსნა. Google-ში რო შევიდეთ, ბრაუზერში რომელიმე სადაც გაგიხარდება და დავსერჩოთ Google Stats რო დავწეროთ. პირველი არის googlestats.com. ეს არის Google-ის ოფიციალური საიტი, სადაც არის მონაცემთა ბაზა. თუ რას სერჩავენ ყოველდღიურად ადამიანები. თუ ავსკროლავთ და ბოლომდე თუ ჩამოვალთ, აქ იქნება სხვა კატეგორიები, რომ მოვატრიალოთ, ხახა თუ შეიძლება. აი აქ არის მაგალითად გარდა იმ სიტყვებისა და წინადადებისა, რენდომ სიტყვების წინადადებისა, ხშირად დასერჩვადი მაგალითად. ცნობილი ადამიანები, მსახიობები, არ ვიცი აქ ცხოველებია, ქალაქები, ქვეყნები, საჭმელები და ასე შემდეგ. რადგან ლელას აქვს, ფიქრობ ხო რაღაც კონკრეტულ ერთ მომღერალზე, ეხლა ერთი რომელიღაც კონკრეტულ მომღერალი შენ თავში, რომელიც არავინ არ ვიცით.
ეს რადგან მომღერალია, ცნობილ ადამიანებს რო გადავიდეთ კახა. აქ ეხა სანამ ჩამოვსკროლოთ, გეტყვით რომ ჩამოვსკროლოთ, ყველაზე ხშირად დასერჩვადი ადამიანები იქნებიან. ამიტომ სანამ ჩამოვსკროლოთ, კახა უნდა დაფიქრდეთ და დაასახელო რაიმე რიცხვი 1-დან 100-მდე. დაასახელე, ხმამა? 7. დარწმუნებული ხარ? ხომ არ გინდა რომ 7 არის ხშირად ნახე, 7 არის ხშირად დასახელებადი რიცხვი. აი, მაშინ 12. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, მე აქ მაქვს პატარა ფურცელი, რომელსაც აი აქ მოვათავსებ, ეს იქნება აქ, მე არ შევეხები, კარგი? ბოდიში რა რიცხვი თქვი? 12 და არ ცვლი ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ახლა რო ჩამოსვლათ, აქ იქნება 100, ტოპ 100 ცნობილი ადამიანი დასერჩვადი. ჩვენ არ ვიცით რომელ მომღერალზე ფიქრობს ელა. შეიძლება პირველად რომ გაგვიჟღერო ის ადამიანი, ვინც ჩვენს გონებაშია ეხლა. უბრალოდ დასახელე მხოლოდ სახელი და გვარი. მაიკლ ჯექსონი. მაიკლ ჯექსონი. მაიკლ ჯექსონი და 12. რამდენად საინტერესო იქნება მე-12 ადამიანი ვინ არის. მოდი ნელ-ნელა რომ მოვატრიალოთ ისე, რომ კამერამანსო დაინახოს და ესე ვერტიკალზე ქონდეს და ნელ-ნელა დაიწყე ასკროლვა, ნელ-ნელა. ჩამოდი. 11. და ეს არის მე-12 ადამიანი, ეს მაიკლ ჯექსონი. მაგრამ შეგიძლია რომ ასკროლ მაინც რომ დაადასტურო რომ ყველა განსხვავებული ადამიანი აქ აბსოლუტურად აქ არის 100 ტოპ 100 ადამიანი და აქ არის ყველა განსხვავებულია და ზუსტად მე-12 ერთხელაც რომ თუ შეიძლება გვანახო და მე-7 რომ გაგეჩერებინა შენ რომ გვანახო რომ იქ სხვა ადამიანი იქნებოდა ხო მართლა აი რა მაგრამ კიდევ ერთი რაღაცა მე ფურცელი მიდევს აქ ხო რომელიც ესე ფრთხილად თავი იღებ აქ არის ფურცელი სანამ გახსნილ ამ ფურცელზე გარდა იმისა რომ რატომღაც შენი არჩევანილა და შენი არჩევანი ერთმანეთს დაიმთხვა რაც ძალიან პატარა ალბათობასთან გვაქვს საუბარი მეც გავაკეთე რაღაც ჩემი გადაწყვეტილება თუ ვიზე იფიქრებ და ლელა თუ შეიძლება რომ გახსნა და ვნახოთ მანდ რა წერია ამ ფურცელზე წერია მაიკლ ჯექსონი ხო ფურცელი შემოვატრიალოთ მაიკლ ჯექსონი ძალიან მადლობა ძალიან საინტერესო იყო და ეხლა ხო იცი მაინც ადამიანის ტვინი რა არის ეს ეჭვსავთ რო ყო ეხლა ფიქრობ როგორ გამოითვალა როგორ მიხდა მე მგონი გიპნოზე გამეკეთა არველაძეებთან სტუმრობისას პირველი რაც აღმოვაჩინე დევიდ კოპერფილდის შოუზეც კი ნამყოფები არიან რაც ჩემთვის ორმაგი გამოწვევა მაგრამ ჩემი მომზადებული საფეხბურთო ნომერი ვფიქრობ რომ მათ გაოცებაში დამეხმარება სურვილი მქონდა რაღაც თემატური ფოკუსი მეჩვენებინა თქვენთვის თქვენი ძალიან დიდი ისტორია დაკავშირებული არის ფეხბურთთან ამიტომ მე თქვენთვის მაქვს წამოღებული ესეთი ბარათები ამ ბარათებზე გამოსახული არის სხვადასხვა ტოპ კლუბების გუნდების მაისურები მაგალითად რეალ მადრიდის აი რეალ მადრიდი აიაქსი რა თქმა უნდა ისეთი გუნდებიც მაქვს აქ რეინჯერსი ტრაბზონი და ასე შემდგომ კიოლნი რომლებიც ასე ვთქვათ თქვენს კარიერასთან მეტად დაკავშირებული არის მაგრამ ზოგადად აქ რაც მოცემულია აქ არის დაახლოებით 40 ესე მიახლოებით 40 ასე ვთქვათ ფეხბურთის გუნდი. შოთი რომელზეც გაგიხარდება, თითი დაადე ჯერ და გეტყვი რატომაც თითი დაადე. ეს ზუსტად ეს. ამას ცოტა ხანში ვნახავთ. მაგრამ ალბათ დააკვირდებით რომ ეს არის მაისურები და მე ასევე ამ მიმართულებით გვაქვს აქაც იგივე არის ტოტენჰემი, ჩელსი, ნაპოლი და ასე შემდგომ. კი აქ არის ამაზე დააჯდე. თითი დაადე უბრალოდ ჯერ ეს, აი ეს, ამოიღე ეს და დადი არ ნახო. ამას ვნახავთ ყველაფერს ბოლოს და ბოლოს წინდები გვაქვს რა. აქაც გვაქვს ნაპოლი, ბარსელონა, მონაკო, ატლეტიკო, რეალი, სიტი, რომა, ლივერპული. ყველა არის სხვადასხვა მოკლედ რა. აი ეს. და დაადე უბრალოდ. ანუ აქ კამერაც ალბათ აფიქსებს რომ ყველა იყო სხვადასხვა და არის კიდევაც სხვადასხვა აქაც ყველა სხვადასხვა არის შესაბამისად აქაც მაინც კიდევ ერთხელ ვანახოთ რომ ყველა გუნდი არის განსხვავებული მაგრამ დაახლოებით გვაქვს აქ 120-ზე მეტი ბარათი 120 ბარათიდან თქვენ აიღეთ 3 უნიკალური ბარათი რამდენად მაგარი იქნება რომ თქვენ აწყოთ ზუსტად ერთი კლუბის რომელიღაცა კლუბის ჯერ არ გამოვატრიალოთ ფორმა ძალიან საინტერესო იქნება ხო მართალია? მოდი ჯერ მაისური ამოვატრიალოთ. არა, აქედან დავუწყო. წინდები გაინტერესებს? კარგი, ამოვატრიალოთ წინდა. PSG, Paris Saint-Germain. ლივერპული და რეალ მადრიდი. აუ, ვერცეთი ვერ დაემთხვა. არც შორტი დაემთხვა. არც მაისური. ანუ ეს კარია თუ ცუდია? მე მგონი რომ ცუდია, იმიტომ რომ წესთან დამთხოვულიყო, მაგრამ მოდი რეალურად რომ შევაფასოთ. არ გაუკეთებია ჯერ. რეალურად რომ შევაფასოთ რა, ვიტყვი იმას რომ ძალიან დაბალია იმის ალბათობა. რომ ეს დაემთხოს. ეხა ეს გააკეთე. მე გეტყვით პირდაპირ, ხო, ფერებიც არ და ეს და ძალიან რთული იქნებოდა, მოკლედ ერთი და იგივე კლუბი რომ გამოგვეცო. თუმცა ნახეთ, არ დაკვირვებულ ხართ ალბათ რომ მე რაც თქვენთან მოვედი სტუმრად, მე კურტკა არ გამიხდია.
ჩემი ქურთუკი არ გამიხდია. ესე იგი მალავ რაღა. იმიტომ მე თქვენს მაგ რაღაც პატარა მომზადებული. სინამდვილეში ამ ქურთუკის უკან მაცია 1 მაისური. რომელიც არის სატომღაც ლივერპულის ზუსტად ის კლუბი, რომელიც თქვენ აირჩიეთ. აი, შორტის გასვლა და არ გაიხსნა. მე გეტყვით ესეთ რაღაცას რომ იგი რაღაცა. აქვე მაცვია. ეს არის რეალის შორტი, რომელიც თქვენ აქვს არჩეული და PSG-ს, მეგობრებო, PSG-ს გეტრები, რომელიც ზუსტად თქვენ აირჩიეთ. ეს არის ლივერპულის მაისური რეალის შორტები და PSG-ს გეტრები. ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ 120 განსხვავებული ბარათიდან ვფიქრობთ, რომ შენ მაგის გარდა კიდე რაღაცა ქონდა, ესე იგი, ან მე შემიძლია გაჩვენოთ, რომ არაფერი არ მაცვია, არც აქ და არც გეტრებში. ანუ ერთხელ აკეთებ, მეორეჯერ ვეღარ გააკეთებ. ეს სხვა ფორმები არ მაქვს. არა. მადლობა მინდა გადაუხადო აქ კორნერს, რომელმაც უმოკლეს დროში გადმომცა ფორმები და მის გარეშე ეს ნომერი ვერ შესრულდებოდა. არა, საოცრება იყოს ეს. დიას ჩაიცვა, ვაფშე ესე რაზე უნდა ჩაიცვა რა. შოთი დაჩი შემთხვევაში იმდენად დიდი აღმოჩნდა ინტერესი, რომ მხოლოდ ერთ ფოკუსზე არ გავჩერებულ ვართ და ცოტა აზარტში შევედით. და აქ მეორეჯერ ხო დააწერა ესე იგი, ერთხელ თუ მოამზადა და დაადესვა ეს რომ მესი მეორეჯერ დაწერა. აი მეორეჯერ გააკეთებ მაგას. ისევ მხოლოდ ერთი კარტი ამოტრიალებული შეგიძლია ნახოს რა კარტია და ეს არის კიდე ერთხელ ზაროთ თასა ხუჯერანა ხეშე ყველა მომეჩინა ანუ ყველა მომეჩინა ხა მანამდე მე ეს აი მეორეჯერ გააკეთებ მაგას. მაგალითად ეს არის ტუზი ყვავი რომელსაც შუა შევაცვლო ოღონდ ძალიან ელავაცობ შენ თვითონ შეაცვლო შენ ბოლომდე არა ხო რატო ცვალე და იმიტომ ხო მეკონდა და არა ეგ ეხლა დავიდა ერთხელაც გააკეთე. მოდი აი ესე გაჩვენე აი ხე ამოტრიალებული გაჩვენე და ესე ამოდის აი ეს არის თელი მუღამი მაგას მეცვალე აბა გისმენ გასაკეთებ ხეთი გადიაკეთა სულ რაღაცას ეცებს ის გასაღები არის ის ადადები აი ესე გააკეთე აი მიდი კიდე ერთხელ გააკეთე ხო ზეიმი რა შემდეგი გაჩერება საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ჯადოქრობები არაერთხელ გვინახავს, თუმცა ახლა დროა პატარა სასწაულები მეც ვაჩვენო. ხარ 1 2 3 მხოლოდ ერთი კარტი მაქვს. რა იყო შენი კარტი? ცხენგული? იმიტომ რომ შენს მე ხელმოწერე ცხენგული მაქვს, მაგრამ მე უფრო მაგარ რაღაცას გავაკეთებ თქვენთვის. 3 წამში მოხდება სასწაული. სასწაულებს გჯერა? პატარა. 1 2 3 ყველა კარტი რომელიც შენ ხელში გეჭირა, აი ესე სათითაოდ გაქრა და ეხლა ხელში არაფერი არ გიჭირავს. გულახდილად მითხარ გჯერა თუ არა? გულახდილად. შემოწე. მე ახალ კარტს ყიდულ, ხო? ნახე მეორე კარტი მოვიდა, წამღებული, რა თქმა უნდა რა. მაგრამ ამ დასტაში ნახე ხუჭა, არის ერთი განსხვავებული ფერის კარტი, ეს ესე იყოს, კარგი? მე მაინც ამ დასტას ავჩეხავ კიდევ ერთხელ. მაინც კამერამაც რო ნახოსო, ყველა კარტი განსხვავებულია, ჩვეულებრივი დასტა ესეც. მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ჩამოვშალო, სად უნდა გამაჩვენო? სტოპ მითხარი უბრალოდ, კარგი? სტოპ. აქ დარწმუნებული ხარ. ნახე კარტი. ყველას და ნახე მე არ შემოგხედო და ისევ იქ მოათავს. აი, ესე. ოსა, არც შევიხები, საერთოდ არ შევიხები. ნახე, ჩემი მიზანი ხეს კარტი გამოვიცო. თუ დამეხმარები გარანტიას გაზრო რომ გამოვიცო. აი, უნდა შემოხვდეთ თვალებში და როცა გეტყვი, ამ კარტის სახელი, რომელიც ამორჩია, შენს გონებაში უნდა დაიწყო და იმეორო და იმეორო. მაგალითად, არ ვიცი, იყო ორიან აგური, ხო არ იყო ორიან აგური, სიტყვაზე. როცა გეტყვი ორიან აგური. ოღონდ შენს გონებაში. ეცადე პირის მიმიკითაც არაფერი არ გაქვს. რაც იყო, რაც იყო, რა თქმა უნდა, ხა შემოხედე. დაიწყე და იმეორე, არ გაჩერდე? გული ტოზი. მოუცნაურა, ტოზი სადღაც შუაში მოვათავს, რომ გამოვიცადე, მაგრამ არ ვიცით სად არის, ხო? ამიტომ მოდი ხა ნიცამ დაასახელოს 10-დან 30-მდე რაიმე რიცხვი. სადღაც შუაშია, 10-დან 30. არის ფიქრო, პირდაპირ. 21. 21. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 და ზუსტად 21. ისე ниცა შე რო გეთქვა ერთით ნაკლები ან თუნდაც ერთით მეტი რა თქმა უნდა ფოკუსი ჩაიშლებოდა, მაგრამ აი ქალური ინტუიცია მაინც მე მგონია რომ ძალიან კარგი ემოციები იქნება, ზუსტად 21 თქვი რა. მაგრამ ნახე ეს ტუზი გული ანუ შენს მე ამორჩეული ტუზი რო სადღაც ესე შუაში მოვათავსო და ოპ ეს რაღაც რო გავაკეთო ძებთ ამოხდება.
ეს უცნაური თვისება აქვს. აბა ვერ შეამჩნევ. კიდევ ერთხელ გავაკეთე ამ ტუზგულს. ესე სადღაც შუაში მოვათავსებ. ჰოპ და ეს ზემოთ ამოვსვარ. ზოგი რას მეუბნება, ეს შენ ხელის ტექნიკას იყენებო რა. არსებობს რაც ხელის სისწრაფე. ესე რომ არ გეგონოს ხუჩა, მოდი შენ მითხარი სტოპ სად გადავჭრა. სტოპ. გადავჭრი. ჯერ გაჩვენებ რომ ტუზი აქ არის ისევ შუაში, არსად არ წასულა და ეს თითით ბოლომდე ჩააცვა. აი არაფერს არ ვაკეთებ. ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე. ზემოთ რო იყოს ტუზი, ხო მაგარი ფოკუსი იქნება. კაი. ნუ ზოგჯერ არ გამოდის. ზოგჯერ არ გამოდის ფოკუსი, მაგრამ ნახე, ხუჩა, როცა ფოკუსები არ გამოდის, მე რო ვიყენებ ხოლმე მაგიას და მე გამოდის. ხდება ბიჭო. ხდება. ეხა აგიხსნით. შეიძლება ვიღაც გაიდა. ანუ აგიხსნით რატო ხდება ასე რა. მაინც და მაინც ეს გუნდობთ. ისე რა უმცნაური თელეომის გამომაში ერთი წელი კარტი აქვს, ხო? ისე სატომაც ესე ტუზი. გოსაიჩი, მაგრამ ნახე, მე გეტყვით რატო ხდება აქაც ტუზი გული გამოვიცანი 21 ზუსტად ტუზი გული იყო და სულ ზემოთ ამოდის, იმიტომ რომ ტუზი გული არის ჯადოსნური. შეიძლება გაგეცეს ამოთ. იმიტომ კი არა ტუზი გული, იმიტომ რომ ეს ხუჩა მომირჩია და ჯადოსნურია რა. და თქვენ შეიძლება არ ვიცი შეამს ერთ თუ არა, მაგრამ მე მთელი ნომის განმავლობაში ამ ტუზ გულს გაჩვენებდით ყველა ეტაპზე. ეს ვიცი რაში დამეხმარება? ნახე, მე დამეხმარება, რომ თქვენ შეგიქმნათ ისეთი ილუზია, თითქოს აქ ყველა ტუზი გული, დაინახე? მოდი კიდევ ერთხელ ვნახოთ, ხო? თითქოს აქ ყველა კარტი არის ტუზი გული. არა, თითქოს ყველა კარტი მართლა, ყველა კარტი ტუზი გულია, მაგრამ როგორც გითხარით, ეს არის ილუზია, ნახე? მე თუ აქ შენ აქ შეგახედავ. ნახე, ეს ილუზია გაქრება, აქ ერთი ტუზი. სერიოზულად, აი ეს კამერას უნდა ვნახო. ჩვეულებრივი კარტია. აი, ჩვეულებრივი კარტია აბსოლუტურად. ჩვეულებრივი ჩეს. ცხოვრება შეაფიქრე. რა საინტერესო იყო მადლობა. ბრავო! რავი, ამ თქვა არ ვიცი. ბიჭო, აი што ზაღარ. ბევრი არის. What can I say? შეა ბევრი ვიფიქრო შეიძლება გაჩვენო. გაგიჟდები ბიჭო. და ბოლოს დროა YouTube-ის კოლორით ხალხთან, კალა და ტატოსთან ორ შაბათობაზე პირდაპირ ლაივში შევასრულოთ ნომერი. რა ხდება? ქართლის დედა დგას რომ გავიხედო. შენი ტელეფონი რომ ათხოვო ერთი წუთით. სალამ მეგობრებო, როგორ ხართ? Screen recorder-ი რო გავაკეთო, ხო შეიძლება რომ ყველაფერი იყოს აღბეჭდილი, რას ვაკეთებ? რო ანუ FBI-ს გადასცე მერე და რაღაც ფოტო მინდა რომ გაჩვენოთ შენ და ტატოს. სანამ ეხა ამ ფოტოს თქვენ გაჩვენებთ რა, ცოტა ხანი იქით გაიხედე. ტატო მინდა რომ აი ესე მაყურებლისკენ გეჭიროს ეს ფოტო ხელში, ოღონდ არ შეხედო, აი ესე გეჭიროს, ხო? აი ესე კონდეს უბრალოდ ცოტა ხანი. ეგ და შემოიხედო, ოღონდ ტელეფონს მარტო მაყურებელი უყურებს რა. კალა წარმოიდგინე თეთრი ცარიელი კარტი რა, ანუ არაფერი არ ხატია, არაფერი არ წერია და უნდა მივცეთ შეფერილობა, რა გინდა რომ იყოს ეს კარტი, წითელი თუ შავი? წითელი. წითელი გინდა რომ იყოს, წითელში რომელი სიმბოლო გინდა, გული თუ აგური? გული იყოს. გული იყოს. გული დარწმუნებული ხარ? ტატო, ნახე, ჩვენმა კალამ აიჩია ფერი და სიმბოლო, მაგრამ კარტს აკლია ღირებულება, რომ სრულყოფილი კარტი გაქვს. რისი გული გინდა რომ იყოს? ბიჭო, აი ძალიან მიტრიალებია თავში 7-იანი, მაგრამ არ ვიტყვი 7-იანი. ვალეტს ვიტყვი. ვალეტი გული. დარწმუნებული ხარ? ხო. რატო გეკითხებით? ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი რა. ჰარი ჰუდინი თუ იცი ვინ არის? ვიცი. იცოდით რომ ჰარი ჰუდინის საყვარელი კარტი იყო ვალეტ გული. არა, 7-იანი გული იქნება. და მართლა იცოდი რომ ვალეტ გული იყო. და ეხლა რომ გითხრათ რომ აი აქ არის აი აქ არის ჰარი ჰუდინის ფოტო, რომელსაც ვალეტი გული ეჭიროს. რავი. შენგან არ გამიკვირდება უსინდისო ვიყო, მაგრამ მაყურებელიც ხედავს ახლა ამ ყველაფერს. შენ მაყურებელს კი გაქვს რა. ძალიან სტრანი არ იქნება ეხლა. 7-იანს ვაპირებდით ან და რაღა ვალეტი ვთქვი მე. შენსკენ ოდნავ დააზუმე ისე და გამოწი. და აქ არის ჰარი ჰუდი, რომელსაც მისი საყვარელი კარტი ვალეტ გოგოთ მოტრიალებულია ეს კარტი. ანუ ვალეტ გული უჭერს, ოღონდ მოტრიალებული. არა, ოღონდ მართლა ვალეტ გულია რა. და ეს არის ისტორიული ფოტო. ეს ფოტო არ გინახავს არსად? არა. რატო გეკითხე, ვიცი ანუ? და რატო არის ფაქტი, რატოა და დასტური რომ ამას ვალეტი გული უჭირავს? არა, რატო არის ფაქტი? აბს არ გადმოწეთ. ეს ფოტო, მარტო ერთი ფოტოა რა. საიდან გგონია რომ შესაძლებელია გავიგოთ ამ ფოტოზე რა კარტი უჭირავს? ნახეო. ნახე, თვალის ანარეკოს თუ მივაზუნებთ. თვალის ანარეკოს. აქ წერია J, რომელიც იმის არის Jack. და აქეთ რომ გადმოვზუმოთ, აქ არის გული. ვალეტი გული, არ ვიცი კადრში რამდენად გამოჩნდება, მაგრამ ამ ადამიანის
თვალის ანარეკლში არის ვალეტი ვალეტია. მე მაგ თვალებში შიქ ხო არა გაქვთ არის ეხა რა, რომ დააზუმოთ კარგად. არის რომ ანუ ხო არ გაგიჟდით თქვენ. ხელი ხო არ მოუკიდებია აშკარა. არა. ძანაირად ხნა?